მოგესალმებით თეიმურაზ და ალექსანდრე ტაბატაძეები. ამ ვიდეოში გვინდა გესაუბროთ ბაშპლემის ფილაზე, რომელიც ბაშპლემის ტბასთან აღმოჩნდა და ძალზედ მნიშვნელოვანი თემაა. უძველეს დამწერლობით არტეფაქტზე აქვს საუბარი. ტექსტი გავშიფრეთ სრულად და ამის შესახებ ახლა მოგახსენებთ. ტექსტის გაშიფრვა ამ ფილაზე დავიწყეთ ამ ბ-ხაზიდან. ბ-ხაზის მეორე სიმბოლო სამი ხაზი, სამი ჰორიზონტალური ხაზი ნიშნავს რიცხვ 3-ს, რომელიც შეგვხვდა სხვაგან ჩვენ სხვა კვლევების დროს, როდესაც სხვა ტექსტებსაც ვშიფრავდით და ვიცოდით ეს რომ ნიშნავს 3-ს. შემდეგ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ლოგიკურად ჩვენ მივხვდით რომ პირველი სიმბოლო იქნებოდა სიტყვა და ამ სიტყვის გამსაზღვრელი რაოდენობა შემდეგი სიმბოლო, ჰორიზონტალური სამი ხაზი. შემდეგ უკვე ეს სიმბოლო, რომელიც ჩვენ ასევე ვიცოდით, რომელიც იკითხება როგორც Q და ნიშნავს შენი აფარისენიდან და სიმბოლო 3, რომელიც მას ებმის, გამოვიდა როგორც შენი 3 ამ მნიშვნელობით. ხოლო შემდეგი სიმბოლო, ეს სიმბოლო, რომელიც არის, ასევე იკითხება როგორც GB და აღნიშნავს ბიჭ შვილს. შენი 3 შვილი, ბიჭი შვილი. ამ ტექსტზე მუშაობა დავიწყეთ ბ-ხაზიდან, რადგან ამ პრინციპს მივაგენით, ზოგადად რთულია, როდესაც დამწერლობითი არტეფაქტი ძალიან ძველია, არც ენა ვიცით სინამდვილეში როგორ არის, თუ კვლევა არ დასრულდა ბოლომდე, არც დამწერლობის ტიპი იციან და ამისთვის ყველაფრისთვის საჭიროა მიგნება იმ პრინციპის, რომლითაც მთლიანი ტექსტის გაშიფრვა მოხდება. ეხლა წაგიკითხავთ მთლიან ტექსტს. თუ რა წერია ამ ფილაზე. დავიწყებთ მიყოლებით. ახაზზე. წერია: მზად იყოს კეთილშობილი წარმომავლობა ცრემლისთვის. შემდეგი ხაზი: შენი 3 შვილი, შეკრიბე ნოე, დატოვე აქაურობა, რომ გადარჩე წადი. შენ ხარ სიცოცხლე, ბრძენი, კეთილშობილი წარმომავლობა, 3 ქმნილების, წვიმა მოვა დედამიწაზე, წყლის ნაკადი იქნება ყველგან, ჭექა ქუხილი. წარუძეხი ჯოგს დასაჯდომად ხომალდში, ცურვაში წაიყვანე ნოემტრედი, ასევე ჩასხი პირუტყვი. წყალდიდობის დასაძლევად რომ გადარჩე, დაე ხომალდი შექმენი, მზად იყოს ის. გადარჩენისთვის რომ გაძლო, შენი ღმერთი შენთან იქნება. ეს გახლავთ ქართულად ტექსტი, ქართულ ენაზე. თუ რაზეა საუბარი ამ დამწერლობით არტეფაქტზე, რა თემაზეა საუბარი. ეხლა პატარა ნიმუშსაც გეტყვით, ზოგადად იმ პირველადი ენით, დაშლამდელი ენით ჩვენ რაც გავშიფრეთ, როგორ იკითხებოდა. პირველ ხაზს წარმოგიდგენთ იმ ენაზე, იმ უძველეს ენაზე, ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესოა. Ja el dolou. პირველი ხაზი იკითხება ასე: Ja el dolou. და ასევე ბოლო ხაზსაც გეტყვით. ბოლო ხაზზე იმ ენაზე, რომელ ენაზეც დაწერილია ეს ფილა. Gbau yai kuanga sin. ეს არის ის ბოლო ხაზი. ძალზედ მნიშვნელოვანი კვლევებია და აუცილებელია რომ საჯარო გახდეს. გთხოვთ რომ ვისაც სურვილი გაქვთ და გაქვთ ინტერესი ამ თემასთან დაკავშირებით, გადმოგვიგზავნოთ იმეილების მისამართები და ვეცდებით რომ ყველას გადმოგიგზავნოთ. ძალზედ დიდი ნაშრომია. ეხლა აქ ყველაფერზე ვერ ვისაუბრებთ, ვიტყვით ამასაც. და ვისაც ინტერესი ექნება, მივაწვდით ნაშრომებს და კვლევებს მივაწვდით, რომელშიც ყველაფერს გაიგებენ და მიხვდებიან თუ როგორ და რაზეა საუბარი. ახლა რაც შეეხება დოკუმენტირებას ამ ტექსტისა, სიმბოლოების და დათარიღებას. ჩვენ ახლა მწირი ინფორმაციაა, ძალიან მწირი ბაშპლემის ფილასთან დაკავშირებით. იცით რომ დმანისის მუნიციპალიტეტში ბაშპლემის ტბასთან აღმოჩნდა და რატომღაც ივარაუდეს რომ დათარიღება, რადგან ეს ფილა ბაზალტის ქვაზეა შექმნილი, გამოკვეთილია ბაზალტის მასალას წარმოადგენს და
ივარაუდეს, რომ სავარაუდოდ რკინის იარაღებით უნდა ყოფილიყო აი ამ წარწერის დატანა, ამ სიმბოლოების აი ამ ფილაზე და სადღაც დაათარიღეს ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნით და ეს არ ვიცით როგორი დათარიღება, რომ ლითონის წარმომავლობა, ესე იგი მავლობით დაადგინო იმისი ტექსტის დათარიღება. გაცილებით ძველია, აგერ წაგიკითხეთ, რომ ეს ტექსტი გაცილებით ძველია და ვთქვით, რომ მე-10 საუკუნის არ უნდა იყოს, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ სულ რაღაც 1-200 კილომეტრში მაქსიმუმი 200 კილომეტრში აღმოჩნდა გრაკლიანის წარწერები, ხომ იცით, ანბანური წარწერა და ამ ანბანური წარწერებზე აგერ გაჩვენებთ. ესე იგი, აი ეს არის ანბანური წარწერა, ამაზე ცალკე ვიდეოს ჩავწერთ და მოგახსენებთ, აი ეს თიხის ლარნაგზია კიდე აქ დატანილი ეს. ესე იგი, ერთ და იგივე პერიოდში, როცა ქართული სახელმწიფო, ერთიანი ქართული სახელმწიფო არსებობდა იმ დროისთვის და ეს თეიმურაზ ბატონიშვილს და ბევრ სხვასაც დადასტურებული აქვს, ყოველ შემთხვევაში კოლხეთის სამეფოც რო იყო და ის, რომ თურმე სხვადასხვა დამწერლობითი ის ჰქონდათ, არტეფაქტებით წერდნენ აქ ლოგოგრაფიულად, იქ ანბანური დამწერლობით რაღაც 150-200 კილომეტრში ერთმანეთისგან დაცილებით. ეს არის მარტივად რომ ვთქვათ, ცოტა აბსურდი. ახლა რაც შეეხება დოკუმენტირებას, აქ იმდენი რამოდენიმე სიმბოლო, დაახლოებით 7-8 კვლევაში ეს ყველაფერი დოკუმენტირებული გვაქვს მართლა, ამოღებული. საქართველოს მთიანეთში, ხევსურეთში აღმოჩენილი აი ეს ლოდებზე რო არის ამოკვეთილი ანბანური ისე სიმბოლოები, გექნებათ ნანახი, ბევრი სიმბოლო იდენტურია აი ამ ბაშპლემის ფილისას. ახლა თვითონ ბაშპლემის ფილა ეს როგორ დამზადდა ასეთი ფილა, მერე შეხედეთ რა კარგი კალიგრაფიული იმით არის დაწერილი ეს თვითონ შექმნილი ეს ტექსტი და ცოტა თულად წარმოსადგენია, რომ თუნდაც რაღაცა ესეთი მე-10 საუკუნის ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნის ვთქვათ საჭრეთლებით და რაღაც იყოს ეს ამოტვიფრული ამაზე. დაახლოებით ეს იმას გავს, რომ მეცნიერები რომ გვიმტკიცებდნენ, რომ ხის გაშღენთილი სოლებითო აპობდენო კლდეებსო პირამიდების შენებლობისთვისო და მერე შემდეგ მისი სპილენძის საჭრეთლით ფორმას აძლევდნენ რამოდენიმე ათეულ ტონიან იმას ბლოკებს და მიქონდათ და აშენებდნენ პირამიდებს. ჩვენ ეს არ ვიცით და არც გვაინტერესებს, ეს უნდა დათარიღდეს წესიერად, ქიმიური ანალიზით, ყველაფრით და ჩვენ ეს ვიცით და დარწმუნებული ვართ, რომ გაცილებით ძველი იქნება, ვიდრე ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნია. ვინ შექმნა, როგორ შექმნა და რაფერ შექმნა, ეს არის მეცნიერების უკვე ასე რომ ვთქვათ ასახსნელი. ჩვენ რაც გვევალებოდა და რა მიმართულებითაც მუშაობთ, გაშიფრის მიმართულებით, ეს ტექსტი სრულად გავშიფრეთ და დაახლოებით არის 130-140 წლიანის ყველაფერი გვაქვს დოკუმენტირებული და კარგად გაკეთებული. დიდი მადლობა.